ჯანმრთელობის პრობლემები. ადამიანის უმრავლესობა ზამთარში წონაში იმატებს. რა ფენომენია ეს, რასთან გვაქვს საქმე და როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას? ჩვენი სტუმარია ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე და ახლა ის უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით. გამარჯობა ნინო. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ დღეს. დღეს. თქვენ მოწვევისათვის. დავიწყოთ ტემპერატურის ცვლილება რა გავლენას ახდენს ჩვენზე? ადამიანებზე. მე სხვადასხვა დაკვირვებული ვარ და მართლა ეგრე ხდება. სწორი დაკვირვება აღმოგიჩენიათ. აბა რა ხდება? მას შემდეგ რაც ზაფხულის თბილი, მზიანი, ხანგრძლივი დღეები სრულდება, ჩვენი ორგანიზმი ემზადება ცივ და სუსხიანი ზამთრის დღეებისათვის და ჩვენი მეტაბოლიზმი, ჩვენი ნივთიერებათა ცვლა განიცდის რიგ გარდაქმნას და ბუნებრივია ის აიხსახება ჩვენს არა მხოლოდ მადარზე, არამედ ჩვენს სხეულის წონასაც. რატომ ხდება ისე, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ჩვენს სურვილი გვიჩნდება მეტი ვისუსნაოთ, მეტი მივიღოთ საკვები. მე სულ სურვილი მაქვს მაგის ზამთარ ზაფხულ ასე რომ პრობლემა არ არის. პირველი იმისთვის, რომ ზამთრის დღეებში ჩვენს ორგანიზმს ჭირდება მეტი ენერგია, იმისთვის, რომ მოაბილიზოს მეტი ცხიმოვანი ქსოვილი, რომ მას უფრო მარტივად დაარეგულიროს, ესე ვთქვათ, თბორეგულაცია აწარმოოს ჩვენს ორგანიზმში. შეიძლება ხა თქვენს და ჩვენმა მაყურებელმა ჩათვალოს ის, რომ თუ ჩვენ მივირთმევთ უფრო მეტ ტკბილეულს, ცომეულს და ცოტა ზედმეტ კილოგრამებს ესე ვთქვათ, დავაგროვოთ, ეს ძალიან კარგი ყოფილა ჩვენი თბორეგულაციისთვის ზამთარში, მაგრამ ესე მარტივადაც არ არის საქმე. თბორეგულაციისთვის ჩვენს ორგანიზმს ჭირდება არა ის თეთრი ცხიმი, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ტკბილი და ფუნთუშების მირთმევით, არამედ რუხი ცხიმი. და ამ რუხ ცხიმს წარმოქმნის, ესე ვთქვათ, უხეშად ბოროტი თეთრი ცხიმისგან ფიზიკური აქტივობით. და წარმოგიდგენია. რა ხდება? რუხი ცხიმის წარმოქმნა ასევე აქტიურდება, როდესაც გარეთ ცივა, იმისთვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა მეტი ენერგია აწარმოოს და შეინარჩუნოს სითბო ორგანიზმში. ამიტომ რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, ეს კეთილი ცხიმოვანი ქსოვილი, რომ ზამთარში ჩვენს ორგანიზმში დავაგროვოთ, არა თუ კვება გავაძლიეროთ, არამედ ფიზიკური აქტივობა გავაძლიეროთ. ანუ ესე იგი ზამთარში უფრო მეტად უნდა იყოს ფიზიკურად უფრო აქტიურად უნდა იყოს. მეორე რატომ გვიჩნდება სურვილი, რომ ესე ვთქვათ, ვისუსნაოთ. ბედნიერების ჰორმონები კლებულობს სეროტონინი, იმიტომ რომ სეროტონინი ხო დღის ჰორმონია და დღის ხანგრძლივობა ზამთარში თუ დააკვირდებით, უფრო ხანმოკლეა, იზრდება ღამის პერიოდი, ხო? ღამე კი ხელა კავშირებია, შეხედე ეხლა ზანებულობს და ესე ვთქვათ, ჰორმონი მელატონინი, პროლაქტინი და შესაბამისად პროლაქტინის დონის მატება და სეროტონინის დონის დაქვეითება აქტიურებს ჩვენს ორგანიზმში მადას. მესამე სტრესული ემოციური კვება და მეთანხმებით ალბათ, რომ ზამთარში ნაკლებია სითბო, ნაკლებია მზე, ნაკლებია ფიზიკური აქტივობა, ეს ერთგვარი სტრესია ჩვენი ორგანიზმისთვის და ზედმეტი უხეშად თქვა დოპინგს საჭიროებს, თითქოს ესეთო დამამშვიდებელი კვება. ალბათ თქვენს გამოგიცდიათ, მეც მქონია, რომ ზამთრის რაღაც სუსხიან დღეებში ზოგჯერ რაღაც აი ტკბილის მირთმევა გსურს. და და რითი ვისუსნაო, რომ აი არ გავსუქდე, რა უნდა გავაკეთო? ასეთ დროს ძალიან კარგი ჩამნაცვლებლებია სეზონური ხილი. ყოველთვის მე ჩემს პაციენტებსაც ვეუბნებით, რომ უპირატესობა მიანიჭეთ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს. რატომ? იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენს ბუნებაში რა ლამაზად არის მოფიქრებული, რომ ის ვიტამინების, მიკროელემენტები, რაც ჭირდება ჩვენს მეტაბოლიზმს, ხო, რაც ჭირდება ჩვენს ნივთიერებათა ცვლას, სავსეა ზუსტად იმ ვიტამინებით ის ხილი და ბოსტნეული, რაც სეზონურად გვაქვს. და დღის რა მონაკვეთში უნდა მივირთოთ ხილი და უმჯობესია დღის პირველ ნახევარში, იმიტომ რომ არ უნდა დაგვაგვირწეს, რომ ხილი ასევე შეიცავს, რაც არ უნდა სასარგებლო იყოს, შაქარს და დიდი რაოდენობით შაქრის მირთმევა საღამოს ასოთია. საღამოს უფრო გემრიელია თან, მაგრამ რაც უფრო გემრიელია, ხო იცი, მით უფრო მეტი ზიანი აქვს ხოლმე ამას რა. და ერთი მიზეზი კიდევ, რატომ ესე ვთქვათ, ვიმატებთ წონაში და მადა გვეღურდება, თუ დააკვირდებით ზამთრის პერიოდში უფრო ნაკლებად მივირთმევთ სითხეს, წყალს, ხო? აი, უნდა მეკითხა კი, იმიტომ რომ სითხე ეს არის და წყალი, ეს არის ესე ვთქვათ, მე გულისხმობ არა ჩაის, ყავას, წვენებს, ჩვეულებრივად სუფთა წყალს, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი ძრავი, რომელიც რთავს და აქტიურებს ჩვენს ნივთიერებათა ცვლას. არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთარშიც და მაგრამ რადგანაც ზამთარში ნაკლებია ტემპერატურა, ნაკლებად ორთქლდება სითხე, ესე ვთქვათ, ჩვენი ორგანიზმიდან კლებულობს მოთხოვნილება სითხეზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს ნივთიერებათა ცვლას არ ჭირდება სითხე. ამიტომაც რაც უფრო ნაკლებ სითხეს მივირთმევთ, მით უფრო, ესე ვთქვათ, მიდრეკილია ჩვენი ორგანიზმის სხეულის წონაში მომატების. ესე იგი, როგორც აღმოჩნდა, ეს მეტეოროლოგიური სივრცეები და მეტეოროლოგია ზოგადად ძალიან მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ხო? აი, რა იგულისხმება, აი კიდევ რა პრობლემებს იწვევს ეს
ცივი ზამთარი, ესე რომ თქვა, კვებასთან მიმართებაში რა პრობლემებს იწვევს კიდევ? რადგანაც ესეთი თქვა ნივთიერებათა ცვლა უფრო ნელდება ზამთარში და ჩვენი ორგანიზმი უფრო მობილიზებულია ცხიმოვანი ქსოვილის შენახვაზე, თუ ჩვენ ასეთ პერიოდს დავხვდებით მაგალითად ვიტამინების დეფიციტით, მიკროელემენტების დეფიციტით, ხო? ასეთ შემთხვევაში ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება უფრო აქტიური იქნება. რატომ? იმიტომ რომ ვიტამინები, მიკროელემენტები ეს არის ის მთავარი, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ძვირიანი საწვავი, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ჭირდება, რომ ნივთიერებათა ცვლა იყოს აქტიური, ხო? და შესაბამისად, თუ ეს საწვავი არ აქვს, მაშინ ითხოვს უფრო მარტივ საწვავს, უფრო იაფიან საწვავს. უხეშად ვთქვათ, ეს არის რა? ტკბილი. ისევ ტკბილზე მივდივართ და შესაბამისად, რაც უფრო მეტ ტკბილს მივირთმევთ, თან ამ შენელებულ ნივთიერებათა ცვლაზე უფრო აქტიური იქნება ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება. ამიტომაც არის, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად სულ ვურჩევთ ადამიანებს, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი გახადეთ კვება, მეტი ხილი, მეტი ბოსტნეული ჩართეთ, ამოიღეთ რაციონიდან ტკბილი გაზიანი სასმეულები, რაფინირებული შაქარი, იმიტომ რომ ეს საკვები პირიქით ეხმარება ორგანიზმს გამოძევოს და გამოიტანოს სასარგებლო ვიტამინები და მიკროელემენტები ჩვენი ორგანიზმიდან. ბავშვებთან მიმართებაში როგორ მოვიქცეთ, რამე განსაკუთრებული რჩევები თუ გაქვთ ბავშვებისთვის? მოზარდები ყოველთვის ძალიან, ესე ვთქვათ, რისკს ჯგუფია. რატომ? იმიტომ რომ მათი ორგანიზმი ჯერ მხოლოდ კი არ ფუნქციონირებს, კიდევ იზრდება, ყალიბდება. ამიტომაც ვიტამინების, მიკრო, მაკროელემენტების დეფიციტმა, ესე ვთქვათ, ჭარბმა წონამ, ზედმეტმა ტკბილეულმა არა მხოლოდ შეიძლება ფუნქცია დაარღვიოს რომელიმე ორგანოზე, არამედ დაარღვიოს ზრდა, განვითარება. აი მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კიდევ ძილიც, ხო? ძალიან ხშირად, ხო, გაჯეტებთან არიძინებენ გვიან და ამსეთ დროს ღამის საათებში გამომუშავდება ზრდის ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას და შესაბამისად ცხიმის ქსოვილის წვას. შესაბამისად, თუ არა მხოლოდ მოზარდი, არამედ ზრდასრულიც ღამის საათებში არ ძინავს, ზრდასრული ადამიანის ხელს შეუწყობს ეს, რომ წონაში მოიმატოს, მოზარდი კი არა მხოლოდ წონაში მოიმატებს, არამედ ექნება შემდგომ უკვე ზრდის შეფერხების საფრთხეც. მე ძალიან ბევრი ვიძინე როგორც თავის დროზე და მაგის პრობლემა არ მქონია. ამიტომ მოზარდებს არა მხოლოდ კვების რაციონი, არამედ ფიზიკური აქტივობა და ძილის რეჟიმიც მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს. D ვიტამინს რაც შეეხება, ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია ზამთარში. D ვიტამინი ეს მხოლოდ ვიტამინი არ არის, ეს არის ერთ ვთქვათ ჰორმონი, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ის მონაწილეობს ჩვენს ნივთიერებათა ცვლის პროცესში ძალიან აქტიურად. თქვენ ვერ ნახავთ ჩვენს ორგანიზმში ვერცერთ უჯრედს, რომელზეც D ვიტამინს ხელი არ მიუწვდებოდეს, უხეშად რომ ვთქვათ. ხოლო D ვიტამინის ძირითადი მასინთეზირებელი წყარო, როგორც გახლავთ, ეს არის მზის სხივები, ხო? და შესაბამისად სივსუსხიან დღეებში ჩვენ ნაკლებად გვსურს გავატაროთ გარეთ ეს ვთქვათ რაღაც მონაკვეთი. ამიტომაც უნდა ჩავთოთ დღის განმავლობაში. იდეალურ შემთხვევაში კარგია რომ მივიდეთ ექიმთან, გავიკონტროლოთ D ვიტამინის დონე და დამატებით კიდე როგორც მივიღოთ, ესე ვთქვათ როგორც საკვები დანამატი, მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის, მაქსიმალურად შევეცადოთ დღის პირველ ნახევარში ვიყოთ ესე ვთქვათ ჰაერზე და ასევე ჩავთოთ საკვებ პროდუქტებში ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ D ვიტამინს, მაგალითად კვერცხის გული, თევზი, მოიყოს დაუშვათ ჩვენს კვების რაციონში აქტიურად. რაც ჩამოთვალეთ, ყველაფერი მიყვარს აბსოლუტურად. კარგიც და ცუდიც რა. რა ჯანმრთელობისთვის კარგი რაც არის და ცუდი რაც. მე მგონი ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგეთ, რაც მეც არ ვიცოდი. მე პირადად და მაყურებელის დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგიურად იქნება. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეთი გაღიმებული და ლამაზად მოგვიყევით ყველაფერი. უღრმესი მადლობა.